რაც გავს იმ სიუჟეტს ცნობილი ქართული სატელევიზიო დადგმინა ჯერ დაიხოს და მერე იქორწინეს, ზოგმა იჭირვევა, ზოგმა ეცადა რაღაც დამოუკიდებლად რაღაც ეკეთებინა, მაგრამ მაინც რაღაც დაუბრუნდნენ თავის დედაწიაღს და არ არის ეს ცუდი, იმიტომ რომ განულ პერიოდში ამ დაგსახსულობამ ამ ხალხის რაღაცნაირად დააბნია ხალხი. რაღაცამ ვერ გაიგო ვინ საით მიდიოდა, რატომ მიდიოდა, ან რითი განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისაგან. ვინაიდან ამას არ ასხივებდნენ ზოგადად, ადამიანები ვერც არჩევდნენ ამას, საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. იმიტომ რომ ჯამურად რო შეხედო, მაინც პოზიტიური შედეგი მათ ვერ აჩვენეს და ეხლა ალბათ ბევრი იფიქრეს, თუ ცოტა დაიფიქრეს, ალბათ დაინახეს, რომ სწორი სტრატეგია, ის რაც ალბათ დღეს შეთანხმდებიან, რომ მაინც ერთად ისევ გაერთიანდნენ და შეუტიონ, იმიტომ რომ ისევ გაერთიანდნენ, იმიტომ ვიძახი, რომ მე მგონი არაორგანულად იყვნენ დაშლილები ამდენი წლის განმავლობაში. ერთმანეთს ნაცვლად არქევდნენ ხმას. ხო, შეიძლება შეგნებულად, შეიძლება ვიღაცის ხელდასმით, ვიღაცამ ასე ვთქვათ, ფითილი მიცამ და რჩევებით, ხო. მაგრამ მოდი ასე შევხედოთ რა, რაღაცნაირად მაინც სწორია ამ ხალხის გაერთიანება და გასაგები იქნება ხალხისთვის, ბაზარზე რა სიტუაცია, ხო? ვინც ჩვენ სულ ვიძახდით, რომ არსებობს ბუნებაში სამი მხარე, ეს არის კოცები, ნაცები და გირჩი. მე მგონი ეს რაღაცნაირად ლაგდება ესეც და მე იმედი მაქვს, რომ მორიგ ჯერზე ადამიანები კიდე არ დაიჯერებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, არ დაინახავენ იმას, რისი დანახვაც უნდათ და დაინახავენ იმას, რაც არის და მოისმენენ იმას, რაც სიმართლეა და ასე ყურებს აღარ გააბარტყუნებენ და აღარ დაუჯერებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. არ შეიძლება ერთი და იგივე რამე გეთამაშონ რა და თქვენ აი მუდმივად ამ თამაში ავყვეთ ამ ხალხს რა.